გამარჯობათ მეგობრებო. აგვიხსენითო კლება მატება. როგორ ვუკლოთო, როგორ ვუმატოთო ასეთი თხოვნა. მეგობრებო, კლება და მატება ეს არის დაუსრულებელი თემა, ასე ვიტყოდი მე, რადგან გააჩნია სად გჭირდება კლება და მატება. სად? ყველგან აქვს თავისი მიმართულება, ასე უნდა უკლო, ასე უნდა უმატო, იქიდან უნდა მოიყვანო, აქედან უნდა მოიყვანო, საით მიყავს კლება, საით მიყავს მატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენ თვალს უკლება, უმატებ ერთდროულად. ძალიან დიდი თემაა და ისე რომ კონკრეტულად უკლოთ და უმატოთ, ყველაფერს ვერ ვიტყვით, მე შევეცდები უბრალოდ ძალიან დასაწყისი და ცოტა თემა როგორც შევძლებთ, ისე ავხსნათ. მე ჩაწერილი მაქვს ვიდეოები სქემების წაკითხვა, სიმბოლოები. აი YouTube-ში რო ჩაწეროთ, თუ ჩემთან არის, მაგრამ თუ ვერ ძებნით, ჩემთან ამბობთ, რომ არ ვიცი, ჩემ ვიდეოებს ვერ პოულობთ, ჩაწერეთ YouTube-ში სქემების წაკითხვა, სიმბოლოები და ნახავთ ჩემს ვიდეოებს, რადგან როდისღაც დამჭირდა რაღაც ვეძებდი და მხოლოდ ჩემი ვიდეოები ამომიგდო YouTube-ზე თუ Google-ში თუ სადღაც, სადაც მე თვითონ გამიკვირდა, რომ როგორ არავის არაფერი არ ჰქონდა ამ თემაზე ჩაწერილი. აი ახლა მინდა გაჩვენოთ, აი ვსწავლობთ ქსოვას, ხო არის ჩემი YouTube არხის სათაური, ასე ვთქვათ, ხო? სქემების წაკითხვა, სიმბოლოები, აი ასეთნაირად სიმბოლოები სქემებისთვის. ასე რომ ჩაწეროთ, ნახავთ ჩემს ვიდეოებს, 8-10 ვიდეო უნდა იყოს დაახლოებით მეტნაკლებად, არ ვიცი, ამ თემაზე ჩაწერილი და რატო ვამახვილებ მაინც ამ თემაზე ყურადღებას, რადგან იქ ზუსტად არის ნაჩვენები, აქედან ამოვიყვანოთ მატება, აქედან ამოვიყვანოთ, პირდაპირ არის კლება, მატება, რადგან ყველა არის სქემა, ხო, მოცემული და შენ უნდა მოგსოვო ეს სქემა. იქ კლებაც არის, მატებაც არის, ნაპირის თვალიც არის, უკუღმაც არის, წაღმაც არის, რა ვიცი, რაც არის რა სქემაზე მოცემული, სიმბოლოებით არის მთლიანად გაწერილი ეს ყველაფერი. და შენ ამ სქემის წაკითხვა უნდა შეგეძლოს, იმ სიმბოლოების გადმოტანა, ხო? და იქ არის მითითებული, საიდან უმატებ, საიდან უკლებ, როგორ ამოყავს, რამდენიმე თვალი რანაირად ამოყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას ამ ვიდეოებზე, რომ იქ ახლა 8-10 ვიდეოა დაახლოებით და მინიმუმია ეს, არაფერი არა იმასთან შედარებით, ზღვა მასალა, სიმბოლოებიც და კლება მატების თემაც, მაგრამ ძალიან დაგეხმარებათ დასაწყისი, რაც აუცილებელია ვინც სწავლობს, ამას ვამბობ, ვისაც აინტერესებს, დასაწყისისთვის ძალიან კარგია გამოგადგებათ ეს ვიდეოები და იქ არის, კიდევ ვამბობ, კონკრეტულად მითითებული, რომელი თვალი როგორ უნდა მოიყვანო და ნახაზებიც არის ზუსტად გაწერილი. და კიდევ აქ რა მინდა გითხრათ, ეს ამ თემას არ შეეხება, მაგრამ აი ხო ჩემს ვიდეოზე წერთ, რომ დიდი ხანი დატოვეო სქემა, მაგალითად წინა ვიდეოში რომ დავდე ხევსურული წინდების სქემები, რომ გადმოვიტანოთო, დააპაუზეთ ეს, აი ასე. ხომ მიდის, ხო ეს თემა საუბრობს, იქ გადის ვიდეო, ხო მიიწევს, არა? გააჩერე.
და რამდენი ხანი წინ და გააჩერე, გადმოწერე, რასაც წერდა, შემდეგ ისევ გააგრძელე, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით აი ეს ახლა სქემა დადო აქ 1 საათი, ასე არ გამოვა, ხო? დააპაუზე ვიდეოს მიმდინარეობა და შემდეგ გააგრძელე ისევ, როცა გადმოწერე. ერთი სიტყვით ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემას. კლება და მატება. საიდან და როგორ დავიწყო, არ ვიცი, რადგან კიდევ ამბობ ყველა კლება მატება სადაც კი დაგჭირდება. ყველას აქვს თავისი თავისებურება. ახლა მაგალითად ნახე, ეს არის წინდა, ხო? წინდას ახლა ვიცით აქ უმატებთ და ეს ახლა ასე ჩვეულებრივად ამოყვას, აი ასე შემოტრიალებით, ეს უკვე მე მგონი ყველა მიცის, წინდას როგორ უმატებთ და ის ნამატი როგორ ამოყვავს, ხო? შემოვატრიალებთ იმ ნამატ თვალს და ამოყვავს, რომ არ დარჩეს დიდი ადგილი, იმიტომ რომ აქ ჩვენ არ გვჭირდება რაღაც ასეთი ადგილები, ხო? რაც შეეხება წინდას, ეს წასული თემა უკვე. ახლა, აი მაგალითად ქსოვ რეგლანს. აი ეს არის ხო ქსოვ ჯემპრს თუ ჟაკეტს და 4 გაქვს ეს წერტილი, რეგლანი. აი ახლა ერთ-ერთი მოდი ახლა ვნახოთ აქ როგორ ვუმატოთ, როგორ ვუკლოთ. აი ამიტომა ეს თემა რომ მე არ ვიცი, თქვენ სად გინდათ კლება და მატება, ამიტომ ზოგადად შევეცდები აი ის მინიმალურად რაღაცა ავხსნა. ახლა ეს არის რეგლანი და ვქსოვ მე, ხო? აი ახლა ასე ვუმატე. 2 თვალი მაქვს დატოვებული აქ. კიდევ ვუმატე, რეგლანი ხო ეს არის, ხო? აქეთაც ვუმატებთ, აქეთაც ვუმატებთ, მხარია. მე ახლა ერთ-ერთ ვარიანტს გაჩვენებთ. ახლა მოვედი აქ, ეს ჩვეულებრივად ასე ვუმატე, ხო, ნახეთ. მოვედი აქ. ამ შემოვატრიალებ აი ასეთნაირად, პირდაპირ ასე არ მოვიყვან პირდაპირ. აქ მაქვს მეორეც. ამას აქეთ შემოვატრიალებ და ასე ამოვიყვან. მოვედი და უნდა ვუმატო. მე ეს გაჩვენეთ აქ, აი ეს, ასე რომ ვუმატე წეღან. როგორც ვქსოვდი, აი აქამდე. ეს მინდა ნახოთ ასეთი ნამატებით, როგორი გამოდის რეგლანი, ხო? დაუშვათ, მატება, ერთ-ერთი ვარიანტი. აი ასეთი გამოდის, ხო? ტოვებთ აზე, შემდეგ შემოbrუნდებით, ვქსოვთ და ამოყვავს როგორც ამოყვავს. ახლა ნახე, არ ვუმატებ ასე და ვუმატებ აი ასე, ნახე. იმედია ჩანს. აქ მაქვს მე მატების წერტილი და ასე კი არ ვუმატებ, აი ქვედა თვალი ამომყავს, მაგრამ ასე არ მომყავს, აი შემოვატრიალებ და მოვქსოვ. ეს 2 თვალი აქ დატოვებული მაქვს. ახლა აქაც მჭირდება მატება, ნახე. ქვედა თვალი ამოვიყვანე, შემოვატრიალებ ამას აქეთ, მეორე მხარეს. მოვქსოვ.
გავაგრძელებ ქსოვას. აქ ჩვეულებრივად ვქსოვ, ნახე, იმიტომ რომ მე იქვე ამოვიყვანე ის ნამატი თვალი და არ მაქვს ასეთი დატოვებული მატება და ჩვეულებრივად გადავხსოვ. ამ მხარეს არ ვუმატებ. ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახოთ მატების სხვადასხვა ფორმა. მოვედი ამ ორ თვალთან, ახლა უნდა ვუმატო. ეს ნამატებებია უკაცრავად. აი ეს, აქ უნდა ვუმატო. ახლა ნახე. კიდე ქვედა თვალს ამოვიყვან, შემოვატრიალებ და მოვქსოვ. აი ასე. ეს ორი თვალი ჩვეულებრივად იქსოვება, აქაც ქვედა თვალს ამოვიყვან, შემოვატრიალებ და მოვქსოვ. ახლა ვინც დაინტერესდებით რეგლანის ქსოვით და როგორ ვუმატოთ და სხვადასხვა ვარიანტები რო არსებობს და 1000-ნაირი ფორმა არსებობს, ბევრი ვარიანტია ჩაწერილი ჩემთან ვიდეოები. თუ მოძებნით ჩემთან რეგლანი, ნახავთ, მოკლე ვიდეოებიც არის იქ და ჩვეულებრივი ვიდეოებიც ჩაწერილი. რეგლანზე ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი. ეხლა უბრალოდ მე ვიყენებ აქ კლება მატების თვალსაჩინოებისთვის. მოვედი ისევ ამ ორ თვალთან და ახლა ნახე. ვატრიალებ, ქვედა თვალი ხომ ამოვიყვანე. აი აქედან ასე ამოვიყვან ახლა. აი ასე. ამ ორ თვალს ჩვეულებრივად ვქსოვ. აქედანაც ამ ქვედა თვალს ამოვიყვან, ამ თვალს ასე ვატრიალებ და აი აქედან გამოვყავს.
მოვედით ისევ უნდა ვუმატოთ. ქვედა თვალს ამოვიყვან, აი ასე შევატრიალებ და თვალს გამოვიყვან. მოვგსოვ, შემდეგ თვალს მოვგსოვ, მეორე თვალი აქ უნდა ვუმატო. ქვედა თვალს ამოვიყვან, ის თუ აქეთ შევატრიალე, ამას აქეთ შემოვატრიალებ. აი რა მინდა ნახოთ სხვაობა, დააკვირდით? ეს ნამატი როგორ მოვგსოვე, გაჩვენეთ, ხო? ძაფი დავტოვე და მეორე მხრიდან როცა გამოვიარე ქსოვისთ, მაშინ ამოვიყვან ეს თვალი. ახლა კი ხედავთ როგორ გსოვ. ესაც მატებაა, ესაც მატებაა. გააჩნიათ თქვენ რომელი გჭირდებათ, ან რომელი გაინტერესებთ, ან რომელი მოგწონთ, ან სად რომელი გინდათ გამოიყენოთ. ეს ცუდი კი არა, ესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ესაც. მე უბრალოდ მატების სხვადასხვა ფორმა განახეთ. ეს ერთი ვარიანტი. სადაც გინდა დაგჭირდებათ, იქ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუნდა ეს, თუნდა ეს. ახლა ეს ფორმა ვნახოთ. ვინც ამ სქემით დაინტერესდებით, ამ ვიდეო გვაქვს ჩვენ ჩაწერილი ზუსტად ასეთი სქემა. თუ დაინტერესდებით მსგავსი რამით, რომ შეიძლება მერე დამიწეროთ, რომ აი ეს აგვიხსენდა. ვიდეო არის ჩაწერილი ზუსტად ასეთ ნაკსოზე. ეს იცით, რომ კლება მატებით მოდის ასე. ერთნაირად იღებთ თვლებს, ერთ წერტილში უმატებ, ერთ წერტილში უკლებ, ერთ წერტილში უმატებ, ერთ წერტილში უკლებ, ოღონდ ზუსტად უნდა გაათანაბრო კლება მატება, რომ ზედმეტი თვლები არ მოგივიდეს მატებით, ან ბევრი არ უკლო და არ დააცოტაო თვლები. არის ამის ვიდეო, თუ გაინტერესებს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კლება მატებას, bis ფორმებს. აქ ახლა ორივე ვარიანტია და იმიტომ უფრო ავირჩიე ეს. ახლა ნახე, აქ უნდა ვუკლო მე. და აი ნახე როგორ უნდა ვუკლო. აი ეს თვალი ასე ლამაზად უნდა მოდიოდეს. გონი კარგად ჩანს, აი ეს თვალი. აი ამ თვალზეა სულ კლება. ამ ერთ თვალზე ნახე. და ეს ნაკლები თვლები რომ მიდის იქ და აკლდება, ქვევიდან არის და სულ არ ჩანს აქ ცუდად არაფერი, ამ თვალზე არაფერი არაა ჩამოკიდებული, არც გადატანილი, არც კიბე გადასული და გადმოსული და ძალიან ლამაზად მოჰყვება ეს თვალი აქ. და ვნახოთ ახლა როგორ ვუკლებთ. ამ დროს, ამ შემთხვევაში აქ გვჭირდება კლება. ამ თვალს ვატრიალებ, ამ თვალსაც ვატრიალებ, დავაბრუნებ და აქედან აი ასე გამოვიყვან, რომ ეს თვალი ზემოდან იყოს, თან შემობრუნებით კი არა, ახლა ასე რო გახვიდე, ნახე, აი ასეთი რაღაცა გამოგივა. ჩვენ კი აი ასეთი გვჭირდება, სწორად რომ მიდიოდეს ერთ ხაზზე. ამიტომ ვატრიალებ და ვუკლებ. ახლა აქ ნახე, მე მჭირდება მატება. აი ასე ვუმატებ. აქაც მჭირდება მატება, ასე ვუმატებ. ჩვეულებრივად ეს მატება ვიცით, დავამატეთ უკვე თვალი, შემდეგ თვალია ეს, ასე თუ დავტოვებთ, შემდეგ მოვალთ, ვგსოვთ თვალია, ამოყვავს. და ვაგრძელებ ქსოვას.
ახლა ნახე სად მოვედი მე. აქ ერთი თვალი უნდა ვუკლო მარტო და ნახეთ როგორ ვუკლე. აქ ახლა აქ აი ამ თვალზე ორი თვალი უნდა ვუკლო, ნახე? აქედანაც მოდის და თითო თვალი იკარგება, ხო? აქედანაც იკარგება, აქედანაც და ეს ხაზი მიყვება აქ ლამაზად. ნახე ახლა რას გავაკეთებ. ამ თვალზე უნდა ვუკლო ორი თვალი, ერთი აქედან, ერთი აქედან. სამი თვალი ერთად უნდა ამოვიყვანო. ნახე? ორი თვალი აქედან გავალ, შემოვატრიალებ ამ ორ თვალს. ამ თვალს აქედან გავალ და არა აქედან. აქედან, იმიტომ რომ სამი თვალი უნდა გავასწორო, რომ შემდეგ ლამაზად გამოვიყვანო ყველა. აი ახლა დავბრუნდები და სამივეს ერთად ამოვიყვან. ამ შემთხვევაში შუა თვალი ზემოდან მოხვდა გარედან, ქვედა თვალი, მარჯვენა თვალი შიგნიდან წავიდა, მარცხენაც შიგნიდან წავიდა, მაგრამ გასწორდა, რომ შევატრიალე, შემოვატრიალე, აი, არ არის აქ გადაგრეხილები, აი, და ასე ლამაზად დარჩება ეს კლება, რომელიც ქსოვის შემდეგ ძალიან კარგად გამოჩნდება, კარგიც და ცუდიც. ვაგრძელებთ ქსოვას. აქ უნდა ვუმატოთ და აი ასე ვუმატებ ახლა. შემდეგ აქაც უნდა ვუმატო და აი ასე ვუმატებ. მოვედი შემდეგ კლებასთან. ორი თვალი უნდა ვუკლო მესამეზე, აი ამ შუა თვალზე ეს ორი თვალი, ხო? გავიმეორებ იგივეს. ორი თვალი. აქედან გავალ და ვატრიალებ. აი ეს შუა თვალი ზემოდან მოხვდება გარედან, ისე ვატრიალებ. ამ თვალსაც ვატრიალებ, ასე არ დავტოვებ, რომ მოგრეხილი არ დარჩეს შემდეგ აქ. აი აქედან. დავაბრუნებ, გამოვიყვან და აი ასეთი ლამაზი კლება გამოვა. ახლა გავაგრძელოთ. აქ ჩვენ გვაქვს მატება და აი ასე ვუმატე. დავამატე თვალი. ახლა მატება, აი ეს მატება, ნახე აი ასე ამომყავს მე. ჩვეულებრივ და ნახე რამხელა ფანჯრები რჩება, იმიტომ რომ ეს მატება სქემაა. მე მჭირდება ეს აი ასე. ეს მატება სქემისთვის უნდა გამოვიყენო და ამიტომ ჩვეულებრივად ამომყავს. არ ვკარგავ, არ ვმალავ ამ მატებას, აი ასეა. თვალივით ჩვეულებრივად ამომყავს, არც შევატრიალებ, არც შემოვატრიალებ, არაფერი. ეს ხო ამატება, როგორ ასე რომ დავტოვეთ წეღან, ხო? აი ასე ამომყავს. ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ახლა მე ეს მატება სქემისთვის მაქვს აქ. და რა თქმა უნდა იმისთვის, რომ სადღაც ვუკლე, ხო? ეს არის მთლიანობაში ერთი მთლიანი სქემა, რომლის დროსაც მატება ასე პირდაპირ უნდა მოიქსოვოს. აი მაგალითად ზაფხულის სქემები გვაქვს ჩვენ მოქსოვილი ბევრი და იქაც სულ ასე იქსოვება ღიად ეს უმეტესობა, რომ ისე გვჭირდება სქემაში. აი ეს ახლა ასე იქსოვება. ჩვეულებრივი თვალივით ამოვიყვანთ მატებას და შემდეგ რა თქმა უნდა იქნება ის თვალი.
ნახე ახლა, აი აქ გვაქვს კლება, ერთხელ კიდევ გავიმეორებ და შემდეგ სხვანაირად ვუკლოთ. აქ გვაქვს კლება. აქ ერთ თვალს ვუკლებთ მხოლოდ, რადგან ამ მხარეს არაფერია არ გვჭირდება, ესე იგი, და მხოლოდ ერთი თვალი უნდა ვუკლოთ. ვატრიალებ ორივე თვალს, დავაბრუნებ და აი აქედან გამომყავს, რომ ამ ხაზზე მივდივარ სულ, აი ასე. აქ ვუმატებ ამ წესით, აქაც ვუმატებ ამ წესით და ვქსოვ. აქ ვუკლებ. ამ თვალზე ვუკლებ, ამ თვალს და ამ თვალს. ამ ორ თვალს ვატრიალებ ისე, რომ შუა თვალი გარეთ უნდა მოხვდეს. მესამე თვალსაც ვატრიალებ, ახლა დავაბრუნებ და აი ასე ვუკლებ და ამოვიყვან თვალს. აქ ვუმატე ასე, აქაც ვუმატე ასე. აი ახლა ეს სამი თვალი ერთად უნდა ამოვიყვანო, მე აქ ვუკლო ორი თვალი, შუა თვალი და მარჯვენა ვატრიალებ ერთად, მესამეს ვატრიალებ ახლა. ამ ორით და ერთით და ასეთნაირად მე აი ამ თვალს ტოვებ გარეთ, აი აქ, ნახე სად მოხვდა ახლა ეს. დავაბრუნებ და მოვგზავ სამივეს ერთად და გამომივა ასეთი კლება. აქ ვუმატე. ეს ვთქვით, ეს ნამატებები ჩვეულებრივად თვალივით იქსოვება. თუ გვინდა რომ დავხუროთ და ნამატები ამხელა სივრცით არ დარჩეს, იმ შემთხვევაში ვიცით, ხო, ამას შეატრიელებ და ასე მოგხსოვ, მაგრამ ახლა სქემას ასე ჭირდება და ასე ვგზოვ. კონკრეტულად თუ გსოვთ რამეს და გაინტერესებთ იქ როგორ უკლოთ, როგორ უმატოთ და რაღაცა არ გამოგდით, შეგიძლიათ მომწეროთ და როგორც შემეძლება დაგეხმარებით. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემა აქვს, ადრა როგორ გააკეთო, ნებისმიერ რაღაცას გსოვდი. ახლა ნახე, ესე იგი ვნახეთ, ხო, ჩვენ როგორ გსოვდი მე ამას, აქ როგორ ვუკლებდი, აქ როგორ ვუმატებდი და რატომ არის ასეთი ლამაზად გამოყვანილი კლება მატება და ეს რა თქმა უნდა კიდე ერთი თვალის კლება და ასე შემდეგ. მოდი ახლა შევცვალოთ და ვუკლოთ და ვუმატოთ სხვათა შორის. მატება უფრო არა, მატება დავხუროთ, ასე ვთქვათ. საერთოდ დავხუროთ და აი კლებას ნახოთ. ვუკლოთ აბა სხვანაირად. აი ამ თვალზე უნდა ვუკლო შემდეგი, ხო? ახლა სხვანაირად ვუკლებ, რა ვიცი. ვუკლებ ჩვეულებრივად ვუკლებ. ორი თვალი ერთად ამოვიყვანე. აქ უნდა ვუმატო.
ხედავთ ხო, ნახეთ. უნდა ვუმატო. აქამდე როგორ ვუმატებდი, ხედავდით. ნახეთ უკვე. წინა თვალი ამომყავს. შემოვაბრუნე და მოვგზოვე. ვუმატე. ორი თვალი ვუმატე. უკაცრავად აქ უნდა ვუკლო ორი თვალი მესამეზე, ხო? რა ვიცი, აბა, აი ასე. ჩვენ როგორც უკლებენ, მინახია ბევრი რომ უკლებს და ამოვეყვანი ახლა კლება, რა ვიცი. ზოგჯერ არც მე ვიცი ეს წაღმა ის შეცდომებით როგორ შეიძლება რომ გავაკეთო, მაგრამ მინახია ბევრჯერ რომ ზოგჯერ ხან ისია, ხან ასე. აქ ვუმატებ. ახლა არ ვტოვებ სქემას, ნახე, სქემისთვის ასე, სულ სხვანაირად ვუმატებ. ესაც მატებაა. აქ უნდა ვუკლო. სამი თვალი ერთად უნდა ამოვეყვანო. არაფერს არ ვითვალისწინებ, არ ვიცი რა გავაკეთო და სამი თვალი ერთად ამოვეყვანე. აქ უნდა ვუმატო. აი, ქვევიდან ამოვეყვანე და ვუმატე. ყოველ შემთხვევაში მატების გარეშე არ დამეტოვებია. აქედან ჩვეულებრივ გვსურთ. აქედან ისევ ვუკლებთ და ვუმატებთ. აქ უნდა ვუმატო. აქ ეს თვალია, რომელზეც სამ თვალს ვუკლებთ, ხო? ორ თვალს ვუკლებთ უკაცრავად, სამი თვალი ამოყავს ერთად. აქ ვუმატოთ. ქვედა თვალი ამომყავს, ატრიალებ და ვგზოვ. აქაც ვუმატე.
აი აქ ისევე სამი თვალი ერთად უნდა ამოვიყვანოთ, ხო? ნუ როგორც მოგვიხერხდება, ისე ვუკლოთ. აქ ისევ მატება გვაქვს და ვუმატოთ. ახლა ვნახოთ რას ვგსოვთ, რას ვაკეთებთ უფრო სწორად იმ დალაგებული კლებამატების შემდეგ რა გამოგვივიდა. აი ახლა ნახეთ სხვათა შორის კლება ამასთან შედარებით აგერ რა გამოგვივიდა. და კიდევ უარესის შეიძლება რომ თუ არ გავითვალისწინებთ, საით როგორ შევატრიალოთ თვალი კლებამატების დროს. ეს დაიხურა. ახლა აქ ჩვეულებრივად კარგად ვუმატებთ, კარგად ამოყვავს ნამატები, უბრალოდ სქემა აღარ არის, უბრალოდ აქ უკვე ნამატებია. ეს აუცილებელია, რომ თვლების რაოდენობა იგივე იყოს, მაგრამ ეს სქემა დაიხურა. ასეთი კლებით. აქ ვნახოთ ახლა რას ვაკეთებთ, როცა სამი თვალი ერთად ამოყვავს. ახლა აქ უკვე ნამდვილად თვალსაჩინოა, ხო, რომელი ჯობია. ვიცით როგორ ვგსოვდით ამას და შემდეგ გავაგრძელეთ, ნუ როგორც იქნება, რა ვიცი, აქედან თუ იქიდან ამოვიყვან, თუ რომელი როგორ იქნება, ჩვეულებრივად უკლეთ, უბრალოდ სამი თვალი ერთად ამოვიყვანეთ. აქ კი რას ვითვალისწინებდით, უკვე ვიცით. ახლა ეს ძალიან კარგად გამოჩნდება, როცა მოგსოვ და ჩაიცვამ რა არის აქ. არ მოგეწონება, ხო? აქაც ჩვეულებრივად როგორც აქ მატება დაიხურა. აქ იგივეა რაც გავაკეთეთ. აქაც დაიხურა მატება. ახლა ვიცით უკვე, ხო, საიდან როგორ უნდა დავალაგოთ. შეიძლება ასეთი რამე არა, სულ სხვა რამე გქონდეს, სხვაკან რამე გქონდეთ, რომ უნდა უკლო, უნდა უმატო, რაღაცა უნდა დააპატარაო, რაღაცა გაადიდო, მაგრამ თვლები გაითვალისწინე. ეს მარტო აქ კი არა, რომ ვამბობ, რომ თუ სამი თვალი გაქვს, ერთად უნდა ამოიყვანო და ორი თვალი უკლო ამ ერთ თვალზე, უკვე იცი რა გააკეთო, ხო? თუ ამ მხარეს მიდიხარ, ამ თვალს ტოვებზევიდან და ატრიალებ ახლა, თუ ამ მხარეს მიდიხარ, შებრუნებით მეორე თვალს ტოვებზევიდან და ქვედა თვალს ოღონდ შეატრიალებ, რომ ზუსტად სწორედ გამოგივიდეს ის თვალის მიმდინარეობა. ეს უკვე ამას ჩემი ახსნაც აღარ ჭირდება, უკვე შენ თვითონ განსაზღვრავ, რომ საით შეაბრუნო, შემოაბრუნო ეს თვალი, რომ ასე ზემოდან ლამაზი იყოს და ის კლების თვალი ქვევიდან მოხვდეს. მაგრამ რა მინდა გითხრათ ახლა, დაუშვათ გსოვ აი ასეთ წმინდა ნაქსოვი რაღაცას, ჯემპერს ქვედაბოლოს, რა ვიცი, და უნდა უკლო სადღაც. ნუ ახლა ქვედაბოლოს გსოვ დაუშვათ ასეთი ის უფრო რომ მოვიყვანოთ და უნდა უმატო, გარშემო უნდა უმატო და გაადიდოთ ბოლო და ბოლო, ქვევით და ქვევით გასწიო სიგანიში, ხო? აი ასეთი ნაქსოვი გაქვს და ასეთ ნაქსოვზე ძალიან კარგად გამოჩნდება ყველა შეცდომა, თუ კარგად გაკეთებული, თუ რა. და ვნახოთ აბა ერთი აქ როგორ შეიძლება, რომ დაუშვათ უნდა ვუმატოთ, ან ვუკლოთ. რა ვიცი, გამოვიყენოთ ყველაფერი რასაც მოიტანს ახლა, ხო, ეს ერთი ჯერადა და ახსნა რა. ახლა ჩვეულებრივად გსოვ მე ამას და სადღაცა სქემა მიჩვენებს, რომ უნდა ვუმატო.
ასე. ახლა ერთი ვარიანტი, აი ასეთი მატება ვიცით, ხო? თვალი მჭირდება და დავამატე ახლა. ერთი თვალი აქ უნდა ვუმატო რა იმ სქემას, რომ ხედავ რაღაცა არის, რომ იქ უნდა ვუმატო. შემდეგ ნახე კიდე უნდა ვუმატო. ან ეს ვარიანტი უნდა ვუმატო. აი ეს უკვე იცით, ხო? იქ რეგლამენტთანაც გამოვიყენეთ და წეღან მატებაც დავხურეთ. აი ასე მოვაბრუნებ ახლა ამას, ასე პირდაპირ არა მოვიყვან, აი ასე. და ვუმატე, ხო ქვედა თვალიდან და ამ თვალს ჩვეულებრივად მოვგზო. ასე დავუშვათ, გამოვიყენეთ ახლა ჩვენ მატება, ერთი აქ ვუმატეთ, ერთი აქ ვუმატეთ. კარგი. და ახლა მჭირდება სადღაც უნდა ვუკლო, ხო? მაგალითად უნდა ვუკლო მე და ნახე ახლა ასეთ კლებას გამოვიყენებ. ორ თვალს ამოვიყვან ერთად ვუკლე, რა ვიცი ახლა. და მეორე ვარიანტსაც ვუკლებ ახლა. ჭირდება კლება, ოღონდ სხვანაირად ვუკლებ. არა და ისეთ რამეს ვგსოვ, რომ ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, კარგიც, ცუდიც. აქედან ახლა ამას ჩვეულებრივად გადავგსო, მე აქ არაფერს არ ვაკეთებთ, ხო? აი ამ მატებას ჩვეულებრივ თვალს რო ვამატებთ ახლა, ასე შევატრიალებ და აი ასე ამოვიყვან. ახლა ვნახოთ ჩვენ სად რა გავაკეთეთ. აი ნახეთ ერთი მატება თვალის გადადებით, როცა ვუმატებთ და შემდეგ რომ მოვბრუნდით, შემოვატრიალეთ და ისე ამოვიყვანეთ. აი ეს არის ნამატი და რა კარგად ჩანს და რა ცუდადაა, ხო? მშვენივრად ჩანს. მეორე მატება ვიპოვოთ ახლა, ნახე. აი აქ აშკარად არის თვალი ჩამატებული, ხო? მაგრამ როგორ ეტყობა ახლა ამასთან შედარებით, რომელი უკეთესია? ეს თუ ეს? აი ეს ძალიან ცუდად ჩანს ახლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად როგორ უმატებ.
რამდენად ლამაზად გამოჩნდება ის ნამატები. ახლა კლება ვნახოთ. აი ეს იყო ჩვეულებრივი სხვათა შორის კლება და აი ეს იყო სადაც თვალი შევატრიალეთ და ვუკლეთ. ახლა კარგი და ცუდი აქაც კარგად ჩანს, ხო? აი ამით რისი თქმა მინდა მეგობრებო, როცა უკლებთ და თუ უმატებთ თუ სად რა გჭირდებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ფორმით და როგორ ამოყავს თვალი კლების დროს, მატების დროს. ამიტომ მე არ ვიცი სად როგორ რა დაგჭირდებათ და აი ახლა კიდევ ამბობ, რომ სიმბოლოები ჩაწერეთ თუნდაც თუ ჩემ არხზეც არის ძალიან კარგად ახსნილი ბევრი ვიდეო, სქემების წაკითხვა, სიმბოლოები და ასე შემდეგ, ასეთი სათაურებით ნახავთ. და ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ეცადეთ თქვენ თვითონ მოძებნოთ ის გამოსავალი, თვალი შეატრიალე, შემოატრიალე, როგორ უფრო ლამაზად გამოგივა, რომ მოქსოვ, შეადარე, დაბრუნდი, ნახე, როგორ ჯობდა იქნება, ასე ჯობდა იქნება, ისე საკუთარი თვალით დანახული ბევრ რამეში დაგეხმარება, რადგან ყოველთვის მე თუ სხვა არ იქნება იქ, სადაც რამე დაგჭირდებათ და ყველაზე კარგი იქნება თქვენი თვალთახედვა და ის რომ როგორ უკეთესი იქნება. იცით ახლა უკვე რანაირად შეიძლება სილამაზე გამოიყვანო ამ თვალების შეტრიალებით, შემოტრიალებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წარმატებები კარგად ვბრძანდებოდეთ, არ ვიცი რამდენად დაგეხმარებათ ახლა ეს ვიდეო, თუ რამე კონკრეტულად რამე გჭირდებოდეთ, მომწერეთ, შევეცდებით ყველანაირად დაგეხმაროთ.